მოგესალმებით მეგობრებო. მოგიკითხავთ ყველას. გამოვჩდი მოკლედ და მოვედი ასეთი გაშლით. რადგან უკვე მალე დასრულდება დეკემბერი და ეს წელი, მოდი ვიკითხოთ სულ ახალი ეხლანდელი ენერგიების მიხედვით, რაც წაიღებს ეს წელი ჩვენგან და რას უნდა ველოდოთ. ვარიანტი იქნება 2. ეს არის პირველი ვარიანტი. ეს იქნება მეორე. და მოდი გავარკვიოთ. პირველი ვარიანტი ვინც აირჩია. მოდი ჯერ ვიკითხავ როგორ ენერგიებში არის ეს ადამიანი. პირველი ვარიანტი არის ძალიან ძლიერი და შემართებით ყველაფრის მიუხედავად. პირველ ვარიანტში შესაძლებელია ამ ეტაპზე კონდეს რაღაც პრობლემები, რომელსაც უმკლავდება მარტო ისეთი ამაყი არის ეს ვარიანტი, რომ შეიძლება დახმარებას არავის არ სთხოვდეს და აი ყოველთვის თავისთვის იყო, თავის აგვარებდეს ყველაფერს, ზოგადად ძალიან ინტროვერტ ადამიანს მაჩვენებს აქ. შესაძლებელი არის ამ ეტაპზე ეს ვარიანტი, რაღაცა გარკვეული ნაწილი ამ ვარიანტის სამსახურთან დაკავშირებითაც იყოს ესეთ ადარდიანებული, რაღაცა შეიძლება ელოდება ახალ სამსახურს, ახალ საქმეს, მაგრამ თითქოს რაღაც ისე არ მიდის და დაპირებული საქმეს კი შეიძლება რაღაცა გაჭიანურდეს, ესეთი მომენტია, თუმცა მაინც ცდილობს რომ იყოს მხნედ. და უმეტესად რასაც ვხედავ, აქ ადამიანი გარკვეული პრობლემების წინაშე არის, ცხოვრებისეული და ამჯობინებს განზე გადგეს ხალხისგან, რაღაცა დისტანცირებას ვხედავ აქ. მოდი ახლა ვიკითხოთ, რას წაიღებს ეს წელი პირველი ვარიანტისგან. ნახოთ. ეს წელი წაიღებს გაურკვეველ სიტუაციებს, დაუმთავრებელ საქმეებს, ემოციურ დისბალანსს, მატერიალურ სიდუხჭერას, ასე ვთქვათ, ყველანაირად, რაც კი გძაბავდათ, გბოჭავდათ, ხელს გიშლიდათ, ან თუ რამის იმედი არ გქონდათ პირველ ვარიანტს, ამ წელს შესაძლებელი არის ბევრი იმედგაცრუებაც ნახეთ. შესაძლებელი არის ისეთი ადამიანებმა გააქციათ ზურგი, ვისგანაც ამას არ ელოდით და რაღაცნაირად მოგიწიათ მარტო დარჩენა. ყველაფრის მიუხედავად უნდა იცოდეთ, რომ იმ მომენტში თქვენი გამძლეობა მიუხედავად აი ესეთი სევდიანი ყოფის აღარ გადმოვა, ასე ვთქვათ, 2025-ში. ბევრი ადამიანი უნდა წავიდეს, რატომღაც რაღაცა იცლებით ამ ადამიანებისგან, არასწორი ადამიანებისგან, არასწორი კონტაქტებისგან. შესაძლებელი არის ამ წლის განმავლობაში ძალიან ბევრ პირთან ჰქონდათ შეხება, მიმოწერა, ურთიერთობა, გაცვლა-გამოცვლა, ინფორმაციები, შეიძლება იყოს ასევე სამსახურებრივი, ასევე პირადი ნებისმიერი მაინც საჯარო გაშლა არის. ზედმეტ ხალხს, ზედმეტ კონტაქტებს წაიღებს ეს წელი თქვენგან, ისეთ კონტაქტებს, რომელიც სამომავლოდ კიდევ გატკენდათ გულს, ასე ვთქვათ. კი, აი ყველაფერ ასეც ვტოვებთ. უმკლავდებით ამ ყველაფერს. ზოგი პირდაპირ გაბრაზებულ ადამიანის გრჩებათ, გაბრაზებულ ანუ პირად ურთიერთობებს ასრულებთ, ზოგი დიდხნიანი ნერვიულობის შედეგად შესაძლებელი არის წავიდეს ოჯახიდანაც კი, წავიდეს ურთიერთობიდან, წავიდეს სამსახურიდან და დატოვოს, ასე ვთქვათ, განრისხებული მეორე
მეორე ადამიანი, თუმცა აქ ტარო ხედავს, რომ ეს ყველაფერი იქნება ძალიან სამართლიანი და ძალიან სწორი გადაწყვეტილება. ამაში თვითონ სამყაროც გეხმარებათ, ჩემო პირველ ვარიანტი უნდა იცოდე. ახლა უკვე ვიკითხოთ, რა მოვა, რას მოიტანს 2025 წელი, მთლიან წელზე არ გავშლი, მოდი ვიკითხავ იანვარი, თებერვალი, მარტი. აი ეს სამი თვე, რას მოგიტანთ? რა მოხდება აი ამ ყველაფრის შემდეგ, როცა ასე ვთქვათ, განულდებით არასასურველი პიროვნებებისგან. სამი თვის განმავლობაში რა გელოდებათ? ყველაფერი არაჩვეულებრივად იქნება, მინდა გითხრათ, აი განსაკუთრებით ეს სამი თვე, აი ეს წამოსვლა შესაძლებელია თავიდან ძალიან გააგიჭირდეთ და გერთულოთ, აი ნახეთ, ზოგი პირდაპირ უახლოეს ადამიანებთან წყვეტს კავშირს, მაგრამ იცოდეთ, რომ სამი თვის განმავლობაში თქვენ იმაზე მეწარმატებას მიაღწევთ, ვიდრე 2024 წელს. აქ არის სიახლეები, როგორც პირადში, არის სიახლეები ასევე სამსახური კარიერის მხრივ. მინდა იცოდეთ, რომ ეს სამი თვე ფაქტიურად ძალიან კარგ ენერგიებში იქნებით, თქვენი თავის სადმი მეტი სიყვარულის გამოვლინება ჩანს, ასევე გარშემოყოფებისგანაც მიიღებთ ძალიან ბევრ დადებით შეფასებას, რა საქმესაც მოკიდებთ ხელს, აქ ჩანს, რომ ამას არაჩვეულებრივად გაართმევთ თავს და მინდა გითხრათ, რომ მატერიალური კუთხითაც ეს თქვენი შრომა წყალში არ ჩაიყრება, ასე ვთქვათ, და შედეგსაც კარგს მოიმკით. უნდა იცოდეთ, რომ შესაძლებელი არის ამ სამი თვის განმავლობაში რაღაც ექსტრემალურ სიტუაციებში აღმოჩნდეთ, ან ექსტრემალურ სპორტმაც კი მიგიზიდოთ, იმდენად გაძლიერდებით და აი აქამდე თუ მარტოობის გეშინოდათ, აი ვინც რაღაც ურთიერთობას ასრულებთ, ხო, აქამდე თუ მარტოობის გეშინოდათ, იცოდეთ, რომ აი იმდენ ახალს აღმოაჩენთ თვითონ თქვენს თავში, რომ თქვენვე გაგიკვირდებათ. ფაქტიურად ადიხართ მაღალ საფეხურზე, სულიერების მაღალ საფეხურზე, უფრო მეტად ჭკვიანდებით, ასე ვთქვათ, ბევრ რამეს მიხვდებით, ბევრ რამეს შეიმეცნებთ, აქ განათლების საკითხიც არის, შესაძლებელია ვიღაცებმა, ვთქვათ, დაპაუზებული თუ ქონდათ სწავლება, ხო, გააგრძელოთ, ან ვისაც ყოველთვის გინდოდა სადმე ჩაბარება, ჩააბართ, აი სწავლის მხრივაც ეს სამი თვე მოკლედ იდეები მოდიშება, რამე კურსებზე ჩაეწეროთ, არ ვიცი. ყველანაირად სამი თვე ეხლანდელი ენერგიების მიხედვით თქვენთვის იქნება ძალიან შრომატევადიც იქნება, მაგრამ თან წარმატების მომტანი. დამოუკიდებელი ქალი იქნებით, რომელიც თავისთან თვითონ მოვლის, არავის დახმარება, აქეთ შეიძლება დაეხმაროთ ხალხს, მინდა გითხრათ. აქეთ შეიძლება დაეხმაროთ ოჯახის წევრებს, მეგობრებს. შესაძლებელი არის დაწინაურდეთ სამსახურებში, მოგოგოებო. მოკლედ ძალიან კმაყოფილი ვარ პირველი ვარიანტის. აქ არც ჯანმრთელობაზე არ ჩანს არაფერი ცუდი და ასეთი დამაბრკოლებელი, მაქსიმალურად გაწმენდილი, სტერილური იქნებით ყველაფერი ნეგატივისგან. რაც აქამდე ხელს გიშლიდათ, ფაქტიურად აი ჩამოიტოვებთ ყველაფერს. შეგიძლიათ მე მომწეროთ კომენტარებში. გამიხარდება ეს რომ მოხდება. მოკლედ, მადლობა პირველ ვარიანტო, მოგესალმები მეორე ვარიანტო. და ვნახოთ აქ რა ხდება. როგორ ენერგიებში არის ამჟამად მეორე ვარიანტი. მეორე ვარიანტი არის ძალიან კარგ ენერგიებში. ყველაფრისთვის მზად ვარ, რომ იცით, არაფერს არ მეშინიაო. მომწევს თქვენი დამოკიდებულება. შესაძლებელი არის მეორე ვარიანტი ამჟამად სიახლებეთ არის მოცული. ძალიან ძლიერი გოგოები მიყურებთ, მეორე ვარიანტი მინდა ვთქვა. ძალიან ძლიერი გოგოები ხართ, მაგრამ იცით როგორ ენერგიების ხრივ როგორ ხართ, იცი მიუხედავად ასეთი პოტენციალის აქ რასაც ვხედავ, რატომღაც არ ცდილობთ ბოლომდე გამოამჟღავნოთ თქვენი თავი საქმეში.
ის რაც დაიწყეთ, აი მიუხედავად ესეთი მე ამას გავაკეთებ, იმას გავაკეთებ, ამას შევძლებ, არაფერს არ მეშინია, რაღაცა ენერგეტიკულად თითქოს მაინც როგორ ხარ, თითქოს ორი ადამიანია თქვენ შეიძლება აქ ტყუპებიც მიყურებდეს, არ არის გამორიცხული ან ტყუპების ზეგავლენით ადამიანი. აი ერთ წუთში რომ ესე ხართ და ყველა თებს გადადგავთ, მეორე წუთში ხართ ძალიან ესეთი მერყევი, აქ სასწორით შეიძლება იყოს მერყევი ადამიანი, რომელსაც უცებ მოუნდებარ ყველაფერი დატოვოს და წავიდეს სადმე, ან რაღაც აი საკმაოდ ცვალებადი ხართ და ენერგიებიც ესეთია, ხან ისე ხან ასე მუდმივად ხართ გაურებული, ასე ვთქვათ, ჩაფიქრებულა მეორე ვარიანტო. კარგი. ნახოთ. ეს წაიღებს ეს წელი თქვენგან. მუდმივად შეიძლება ჩოვაწყოთ და საათს უყურებდეს ძალიან ხშირად დროის ფაქტორი, აი დრო არ გინდათ რომ დაკარგოთ, რაღაცა უნდა მოასწროთ, ესეთი მომენტია. ნახო, ეხლა რა იქნება, რა წავა თქვენი ცხოვრებიდან. თქვენი ცხოვრებიდან წავა თქვენ იცით როგორ ხართ თქვენ თავს შეცვლით ასე ვთქვათ, აი ამ წელს დატოვებთ თქვენ ძველ ჩვევებს, მავნე ჩვევებს, რაც უკან გხევდათ, რაც ხელს გიშლიდათ წარმატებაში, აი ეს მერყეობა, რაზეც მე ვისაუბრე, ხო? შემდეგ წელს არ უნდა გადმოგვყვეთ რაღაცნაირად უფრო მეტად იცი როგორ ხდებით, შეცვლილი იქნებით, აი გარშემოყოფებით აღნიშნავენ აუცილებლად, რომ საკმაოდ მკაცრი გახდებით, საკმაოდ ესეთი ლოგიკაზე დაფუძნებით ისევ რა, აი არაყვებით გულს, არაფერი ცვალე, აი თითქოს სულ სხვა ადამიანის შეცვალეს, აი ესე იტყვიან, რატომაც ზედმეტად ცივი ენერგიები წამოვიდა, განსაკუთრებით მინდა გითხრათ, რომ აი პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით ზედმეტ შანსებს კი არა, რა ვიცი, გამარჯობა რომ უთხრათ, ვინმეს უნდა გავხარდეთ, რაღაცნაირი იქნებით. შეიძლება წინა წელს ვიღაცამ ძალიან გააგაბრაზათ, ასე ვთქვათ. შესაძლებელი არის თქვენი თაყვანისცემლებიც კი დააფრთხოთ იმდენად სხვანაირი იქნებით. აი ხოლო თქვენ თავს მოახმართ თქვენ ენერგიას. ეს ხო თქვენ თავს რომ მოახმართ ენერგიას ცუდი არ არის, მაგრამ რაღაცნაირად ზედმეტად შებოჭილი იქნებით. სინამდვილეში ცით რა არის, ამ ყველაფრის მიზეზი იქნება შინაგანი შიშები. აი შიშები წავა, მოკლედ ამის თქმა უნდა, რას წაიღებს მაინც გაშლა ამაზეა და წაიღებს რაღაც ძველ შიშებს. უფრო მეტად გაგაძლიერებთ. მარტო დარჩენის შიშიც კი შეიძლება გქონოდათ მეორე ვარიანტო. რაღაცა მომენტში შეიძლება გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ, საკმაოდ ისეთი სერიოზული გადაწყვეტილების მიღება. ფაქტიურად აი რას წაიღებს და მეორე ვარიანტიც ასრულებს რაღაც სიტუაციებს ამ წელს მინდა ვთქვა. და უფრო მეტად ძლიერდება, ოღონდ დასაწყისში მაინც აი იანვარში ჯერ კიდევ შეიძლება გადმოყვეს ეს შიშები და ტრამვები, თუმცა მალევე გამოხვალთ ამ მდგომარეობიდან. შესაძლებელი არის ამ წელს გადაწყვიტოთ, ანუ მომავალ წელს გადაწყვიტოთ დატოვოთ კიდევაც თქვენი ქვეყანა და საერთოდ აი რას წაიღებს და აი ამჟამინდელ ყოფას, დატოვოთ ახლა ეს აქაურის სახლი, სიტუაცია, ყველაფერი და სრულიად ახალი ცხოვრების დაწყება მოგინდეთ. ძველ შიშებს წაიღებს ახალ ცხოვრების დაწყებასთან დაკავშირებით, აი მოდი ასე ვიტყვი. ნახოთ, რას მოგიტანთ პირველი 3 თვე, 2025 წლის პირველი 3 თვე ჩაფიქრებულ ვარიანტს. მეორე ვარიანტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის პირადი ცხოვრება, როგორც ჩანს.
და პირველი 3 თვე ფაქტიურად აი ამ ურთიერთობების დალაგებით იქნებით მოცული და თითქოს აი მეტი აქ ისეთი არაფერი არ მანახა, ზედმეტად კონცენტრირებული იქნებით თქვენ პირად ცხოვრებაზე. შესაძლებელი არის ვისაც ყავთ პარტნიორი, ვინც დაოჯახებული ხართ ან ვინც უბრალოდ ძალიან ისეთ სერიოზულ ურთიერთობაში ხართ, შესაძლებელია ამ ადამიანთან დაშორება მოგიწიოთ, გოგოებო. იმიტომ რომ თქვენი იმედები ვერ გაამართლოს და აი ამ ურთიერთობიდან აბარგებით და ამ ურთიერთობიდან გამოსვლით იყოთ დაკავებული. თან იცი რა სიტუაცია არის, ეს ადამიანი ვისგანაც წამოსვლას დააპირებთ. რომ ვთქვა რომ სერიოზულად მოეკიდება ამ საკითხს, თავიდან არა. და იცით რა აქ რას მაჩვენებს, შესაძლებელი არის თქვენთვის სხვა ადამიანიც იყოს თქვენ ცხოვრებაში, ასე ვთქვათ და ცოტა ისეთი დარდები არის ამოსული, მოკლედ ვიღაცის იმედიც კი შეიძლება გქონდეთ, ანუ თქვათ თქვენმა პარტნიორმა არ გაგიმართოთ, მაგრამ იქ იყოს ვიღაც ადამიანი, რომელიც გიგონათ ან გიგონებათ, რომ მხარს დაგიჭერთ, მაგრამ ამ საკითხში არ იქნება, მოკლედ თქვენი მხარდაჭერი და ესეც გაგიწრუებთ იმედს. შესაძლებელი არის, აი ვთქვათ, ადრე ნალაპარაკები გქონდეთ, რომ მე ამას ვაპირებ რაღაც და ეს ადამიანი გაგულიანებდეთ, მაგრამ შემდეგ რაღაცნაირად დაგტოვოთ მარტო. თუმცა მინდა ვთქვა, რომ გადალახავთ ამ 3 თვის განმავლობაში, აუცილებლად გადაღათ მაგაზე მძიმე სიტუაციებიდან გამოსულა, რომ მეუბნებით, ნუ აქ აშკარად მესამე ფაქტორები მაჩვენა, როგორც ჩანს თქვენ პარტნიორზე გაიგებთ, რომ რაღაც ურთიერთობაში იყო პარალელურად თქვენთან ყოფნის დროს და შესაძლებელი არის ამ ადამიანს მერე უკვე ეცადოს ეს ადამიანი ვთქვათ დაგიბრუნოთ, მაგრამ აქ ეს არ ჩანს, ძალიან გაურთულდება. აი თავიდან თითქოს არ შეიმჩნევს და რაღაცა ძალიან სიცილიც კი დაიწყოს, ან რა სისულელია რაღაცა, მაგრამ ძალიან გაუჭირდება. თუმცა გადალახვადი არის. გადალახვადია. მიუხედავად იმის, რომ შესაძლებელია ეს ადამიანი ძალიან გიყვარდეთ და დიდი გრძნობები გაკავშირებდეთ, ნუ აი ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ დაასრულოთ ეს ყველაფერი. ფაქტიურად ამ 3 თვის განმავლობაში რას მოგიტანთ? იმედგაცრუება არის სამწუხაროდ, თუმცა ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობაა და შეიძლება სწორედ ამის შემდეგაც გადაწყვიტოთ საზღვარგარეთ წასვლა. ბევრ შემთხვევაში საზღვარგარეთ პირდაპირ მომიდა მეთქვა, სხვა შემთხვევაში შესაძლებელი არის უბრალოდ ადგილი შეიცვალოთ და გადახვიდეთ იმ ადამიანისგან მოშორებით. ასეთი გაშლა გამოგვივიდა, მადლობას გიხდით, ვინც მისმინეთ. გისურვებთ მშვიდობას. დროებით.